ვარ გიორგი იაკობაძე 10 წლის. სწავლობ მე-20 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და თამაში. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 4 წლის. 7 წლის, როდესაც გავხდი, შევედი სტუდია ანდამატში. ანდამატში ყველაზე კარგად დავითვისე ფერების შერჩევა და ჩრდილები. ჩემთვის ყველაზე რთული არის პორტრეტის დახატვა, ხოლო ადვილი არის ალბათ რაღაც სახლების ან რამე. ჩემს ნახატებს ვაგროვებ. სახლში მაქვს 20-ზე მეტი კარგი ნახატი. მათ შორის ერთი გამომივიდა განსაკუთრებით ლამაზი ნახატი. ეს არის უცნობი ადამიანის პორტრეტი. რამდენიმეჯერ გავყიდე ჩემი ნახატები. ანდამატში რო დავდივარ, გამოფენებს ვაკეთებ და იქ ვყიდი. საშუალო ფასია 10 ლარი. ფული როცა მაქვს, ხარჯავ სკოლის ნივთებში და ხატვის ინსტრუმენტებში. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტი ფული მქონია 200 ლარი. ყულავაში შევაგროვე და მერე გადავიხადე ამ ფულით დაბადების დღე. უკვე 4-ჯერ მქონდა გამოფენა. ყველაზე მეტად მეწონა მესამე გამოფენა, რადგან უფრო კარგი ნახატები მქონდა. მინდა ესე კარგად ვხატავდე, რომ მილიონები ღირდეს და მუზეუმში გამოვფრინო. ჩემი საყვარელი ფერი არის ის ფერი და არ მიყვარს ყავის ფერი. ანდამატში ჩემი მასწავლებელია ლია კასპილაშვილი. ის არის მოწესრიგებული, პოზიტიური და უყვარს ბავშვები. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, რადგან კარგი მასწავლებლები და კარგი კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ლევან ნოზაძე. ყველაზე ჭკვიანია ემრე ირემაძე. ყველაზე მშვიდია მარიამი. ყველაზე ცელქი არის ანდრია ჯინჯარაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და ხელოვანი. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ნანი ტარიელაძე, რადგან ის ძალიან თბილია და არ ყვევის. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მხატვარი. თუ მხატვარი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ მშენებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ჩემი 2 და კატა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 8 წლის და ქვია სესილი. ის არის პლანჭია და ცელქი გოგო. სესილი ალბათ გამოვა იქ. მეორე და არის 4 წლის და ქვია ელისა. ის არის ლამაზი, მტირალა და ნერვების მოშრელი. ნერვებს მიშლის, როდესაც ჩემ ნივთებს იღებს. ელისა ალბათ გამოვა ტანმოვარჯიშე. მამიკო არის სიმპათიური, მშრომელი და მხიარული. დედიკო არის ლამაზი, თბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ყიყლიყო. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. ეხლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგან სკოლას დავამთავრე. გავხდები სტუდენტი და მექნება სამსახური. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, დინოზავრებს გავაჩენდი. მინდა შემეძლოს დროში მოგზაურობა და ვიმოგზაურო დინოზავრების პერიოდში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით, ყველაზე ცნობილი ადამიანი არის ხვიჩა კვარაცხელია. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას: რა არის მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია Roblox-ი. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს მგელობანა. ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი ქამელეონი. ბედნიერება არის მოგზაურობა და მშობლებთან ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.